Rotაცია იზოლატორებში რეჟიმის საკნებს სარილს არტოვებს. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ ნაწილი გამოდის, მაგრამ რეჟიმს საპატიმრო დაწესებულებებში ახალი დაკავებულების შეხავს. თავისუფალია ფორმულა სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია, რომელიც მცხეთის იზოლატორში გზის გადაკეტვის საბაბით იჯდა. თავისუფალია კიდევ ერთი ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. ჟურნალისტების დევნა თავისთავად საინტერესო ფაქტია და ზოგად ტენდენციას აჩვენებს. მასობრივი დაკავებების გამო რეჟიმს აქციების მონაწილეთა რეგიონებში გადაყვანა სჭირდება, მიუხედავად კანონების სიმკაცრისა, რეპრესიებისა და იზოლატორების მოქალაქეებით გავსებისა, რეჟიმი ვერ ახერხებს რუსთაველზე პროტესტის დამარცხებას. ნუცა ბახუტაშვილი შემოგვერთდება ახლა საქალაქო სასამართლოდან. თბილისის საქალაქო სასამართლოში დღის მეორე ნახევრიდან გუშინდელ აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა 5 პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს განიხილავდნენ მოსამართლეები. ახლა ყველა შემთხვევაში უკვე ცნობილი არის გადაწყვეტილება. ამ წუთებში გამოცხადდა თორნიკე ტიკარაძის გუშინდელ აქციაზე დაკავებული პირის გადაწყვეტილება. მას მოსამართლე ნინო ენუქიძემ 14 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. როგორც ცნობილი არის, თორნიკეს დავებოდნენ ორ ეპიზოდს 29 და 30 ოქტომბერს გზის გადაკეტვას. საინტერესო იყო მტკიცებულებების ნაწილი და მის ადვოკატთან თათია კონიაშვილთან გავაგრძელებთ ახლა საუბარს. თათია, მტკიცებულებები რა ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოტანილი, როგორც მოვისმინეთ პროცესზე, მხოლოდ ფეხსაცმლის საშუალებით აიდენტიფიცირებდნენ თორნიკეს და რა იყო ასევე თავად თორნიკეს პოზიცია. დიახ, როგორც უკვე თქვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე დღის ეპიზოდზე, ეს არის 29 ოქტომბერი და 30 ოქტომბერი, წარმოადგინა ვიდეო კადრები და მათი მტკიცებით ეს იყო სწორედ მტკიცებულება და პრინციპში ნინო ენუქიძემაც სწორედ მისი გადაწყვეტილება 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა სწორედ ამას დააყრდნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით თორნიკე ტიკარაძე გადადის გზის სავალ ნაწილზე, არის ის დაფარული მთლიანად და შემდეგ ის ამტკიცებს, რომ ხალხის მასაში შედის, იქ იცვლის ტანსაცმელს და შემდეგ გამოდის უკვე ჩვეულებრივად, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ვიდეოში, არც 29 ოქტომბრის ეპიზოდში და არც 30-ში უშუალოდ ამ ვიდეოთი თუნდაც არ იდენტიფიცირდება, რომ ეს ნამდვილად არის თორნიკე ტიკარაძე და ერთადერთი რაზეც მიანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ეს იყო მისი ფეხსაცმლის ფერი. გვითხარით, რამდენად სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ეს გადაწყვეტილება და ზოგადად, რასაც ვუყურებთ ადმინისტრაციული პროცესების განხილვისას, რა ხდება ახლა სასამართლოში, რა პროცესი მიმდინარეობს? პრინციპში თორნიკეს დღევანდელი პროცესი არ იყო იზოლირებული შემთხვევა. ჩვენ განსაკუთრებით 13 ოქტომბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო რეპრესიული გახდა შეკრების და გამოხატვის უფლების მომწესრიგებელი კანონმდებლობა და პრაქტიკულად ამ ცვლილებებმა პრაქტიკულად აკრძალა თავის შინაარსთეს უფლება, რასაც გამოხატვის უფლება ჰქვია, ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ პროცესებს, როდესაც პრაქტიკულად სასამართლო არის ადგილი სამწუხაროდ, სადაც სწორედ ხდება აი ამ უსამართლო კანონების აღსრულება და ჩვენ ვხედავთ, რომ მოსამართლე არის არა ადამიანი, რომელმაც უნდა შეაფასოს კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით ესა თუ ის საქმე, არამედ ის არის მხარე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ ეს პროცესები, რაც მიმდინარეობს, არის სამართლიანი და ან საერთოდ რაიმე შემხებლობა აქვს მას სამართლიანობასთან, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავად მუხლი რითიც ედავებიან აქციის მონაწილეებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო რითიც ედავება, ეს არის რეპრესიული ხასიათის და მისი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ჰქონდეს ამ ყველაფერს მსუსხავი ეფექტი აქციის მონაწილეებზე და მათ უბრალოდ არ ჰქონდეთ სურვილი იმის, რომ გავიდნენ აქციაზე და გამოხატონ პროტესტი. არანაირი შემხებლობა ამ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს სასამართლო, არ აქვს არც სამართლიანობასთან, არც კანონიერებასთან და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებს. მადლობა ძალიან დიდი. თათია კონიაშვილს უსმენდით, თორნიკე ტიკარაძის უფლებადამცველს, როგორც მოისმინეთ შეფასებები იმ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, არანაირი საერთო სამართალთან არ აქვს. განსაკუთრებით საინტერესო არის ხოლმე თავად დაკავებული აქტივისტების პოზიციები. ჩვენ სამწუხაროდ მედიას აღარ შეგვიძლია უკვე თვეებია გადავიღოთ თუ რა ხდება სხდომებზე და განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ თავად აქტივისტები იცავენ თავიანთ გამოხატვის თავისუფლებას ამ პროცესებზე. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა რა თქვა თორნიკე ტიკარაძემ საკუთარ პროცესზე, მანამ სანამ მოსამართლე ნინო ენუქიძე 14 დღით საპატიმროში გაუშვებდა.
ჩვენი ეგრეთ წოდებული არალეგიტიმური პრემიერი ყველას, ვინც აქციებზე ვდგავართ, უსამშობლოებს გვეძახის. ნულოვანი თანაგრძნობა აქვს, ამიტომ არ მინდა არც სახელის წარდგენა და არც ადმუშაობ, რადგან მე მათთვის ვარ უბრალოდ პირადი ნომერი. როგორც გითხარით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები დასრულებული არის. გაგაცნობთ რა გადაწყვეტილებები მიიღეს მოსამართლეებმა. მოსამართლე ნინო ენუქიძეს ეკუთვნის კიდევ ერთი საპატიმრო გადაწყვეტილება. მან ზაზა ბროლაძეს გზის გადაკეტვის ბრალდებით 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე გადაიდო იოსებ ხეოშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც გამკაცრებული ადმინისტრაციული კანონმდებლობის ფარგლებში უკვე მეორედ დააკავეს. მას აქვს ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს მომავალ სხდომაზე სასამართლოში, რომელიც 3 ნოემბერს არის ჩანიშნული. კახა ჯაფარიძეს ასევე 7 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილების ავტორი იყო მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანი. კიდევ ერთი დაკავებული არის ვახტანგ ჯღარკავა, მას 4 დღე შეეფარდა პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო. ვახტანგ ჯღარკავას ედავებოდნენ 2 ეპიზოდს, პირბადის ტარებასა და გზის საფარის ხელოვნურად გადაკეტვის მცდელობას. პირბადის ტარების ეპიზოდში მტკიცებულებების არარსებობის გამო გამართლდა ვახტანგ ჯღარკავა, თუმცა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ის მაინც გაამტყუნა გზის გადაკეტვის ეპიზოდში და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იოსებ ხეოშვილის დაკავება განხორციელდა გუშინ რუსთაველის გამზირზე და ის კვლავ იქნა მოთავსებული დროებითი მოთავსების იზოლატორში. დღეს ჩატარდა მისი სხდომა და დღევანდელი სხდომაც გადაიდო წინა სხდომის მსგავსად 3 ნოემბერს 15 საათზე, სადაც წარმოსადგენია სამედიცინო დოკუმენტაცია მისი სტატუსის შესახებ. 3 ნოემბერს ადვოკატის მხრიდან წარმოდგენილი იქნება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს იოსებ ხეოშვილის განთავისუფლება. არ ვიცი რა გონია და უკარო იბრუნებენ ამ თავისი დაკავებით ხალხის რისხვას მაგდენს ვერ ახუდებიან. უბრალოდ გამოვედი აქციიდან, წამოვედი სახლთან და დიდი ძებნილივით დამეწგერნენ და გადამიყვანეს განყოფილებაში. დღეს ისევ გადაიდო სასამართლო, ისევ გამანთავისუფლეს ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. არ ვიცი შემდგომში რა იქნება. ვახტანგ ჯღარკავას ედავებოდნენ გზის ხელოვნურად გადაკეტვას და სახის ნიღბით დაფარვას. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ წარმოქმნილ მტკიცებულების შანსი ვიღაც ადამიანი, რომლის დაიდენტიფიცირებაც ფიზიკურად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ვახტანგ ჯღარკავამ აღიარა რუსთაველზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის ფაქტი, თუმცა არ აღიარა ის ფაქტი, რომ მას ნიღაბი ეკეთა. ამ შემთხვევაში წარმოქმნილი მტკიცებულებით არაფერი არ დასტურდებოდა, თუმცა სასამართლომ იგი მაინც გაუშვა ციხეში გზის გადაკეტვის გამო და გაამართლა ნიღბის ტარების ნაწილში. განსაკუთრებით დაჩქარებულ ტემპში მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესების განხილვა. ნაწილი ადამიანები, რომლებიც იმავე ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, ტოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს. მაგალითად, დღეს ტელეკომპანია ფორმულა სოციალური მედიის ჟურნალისტმა ცირე ჟვანიამაც დატოვა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი, თუმცა მალევე მათ ადგილებს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც იმავე საბაბით აკავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.